მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას ნინო ტაბატაძე გაგაცნობთ. მოხდება თუ არა რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დასაწესებელი სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის შავი ზღვის ტერმინალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს ძალიან დეტალური ინფორმაცია იმ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც მათი წუხილის საგანია. გვარწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. განაცხადა ჰერჩინსკიმ. ყულევის პორტთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში არ შეუძლია იმის თქმა, საკმარისი იქნება თუ არა ეს მტკიცებულებები იმისთვის, რომ ყულევის პორტზე სანქციების დაწესება არ მოხდეს. აღსანიშნავია, რომ არსებობს ეჭვები, რომ ყულევის პორტის გავლით ყულევის ახალი ნავთობგადამუშავებელი ქარხანა რუსულ ნავთობს იღებს, რის შემდეგაც მიღებული ნავთობპროდუქტები ექსპორტზე საქართველოში წარმოებული სახელით გადის. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ ამ პროცესში არ ხდება სანქციების დარღვევა. Შემიძლია დავადასტურო, რომ სანქციების მე-20 პაკეტზე დისკუსია გრძელდება. ამ მომენტისთვის ერთსულოვნება მიღწეული არ არის. ასევე შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი წუხილი საგანია. ასევე გვარწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. იქნება თუ არა მოწოდებული ინფორმაცია და მტკიცება საკმარისი წევრი ქვეყნებისთვის, რათა არ მოხდეს ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურის დასანქცირება, ამ ეტაპზე თქმა არ შემიძლია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წევრი ქვეყნები მიაღწევენ ერთსულოვნება სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით. ცხადია, ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან. რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ მთავრობამ შრომის ბაზრის ისკვლევა წარმოადგინა, რომელსაც უმაღლესი განათლების რეფორმა უნდა დაეკრდნოს. პრეზენტაცია დღეს ირაკლი კობახიძემ წარადგინა. მისი თქმით, შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში, ამიტომ ყოველწლიურად ეტაპობრივად უნდა მოხდეს ზრუნვა, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელი ერთმანეთს დაუახლოვდეს და მათი გეგმაა, რომ დაახლოება ეტაპობრივად მოხდეს. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ საჭიროა წესით 14400 სტუდენტი ჩარიცხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ საბოლოო ჯამში 21300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება, შესაბამისად 50%-ით ვაჭარბებთ ოპტიმალურ მაჩვენებელს, ამბობს კობახიძე. მისივე თქმით, საჯარო და კერძო სექტორში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა 5 წლიან პერსპექტივაში ჯამში 64095 ადამიანს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლიდან 42316 კურსდამთავრებული საჭიროება კერძო სექტორში ფიქსირდება, 21779-ის კი საჯარო სექტორში. მონაცემები მოიცავს როგორც ახალი სამუშაო ადგილების ზრდას, ასევე ჩანაცვლების მოსალოდნელ მაჩვენებელს. ჩვენ კაცრად გავღვევით დღევანდელ რეალობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაჩვენებელი არის 18400. თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც კვოტები გადანაწილდა, ჩვენ გავთვალეთ 5 წლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები, მაგალითად, სამართლის შემთხვევაში რა ვიღოთ. კიდევ ერთხელ 3600 ამბარებს მოთხოვნა არის დაახლოებით 700 იურისზე. თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლება ამას ანგარიში არ გაუწიოთ, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ ამ 700-იან მაჩვენებელზე, არა მკვეთრად, იმისათვის, რომ არ გამოვიწიოთ მკვეთრი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნასა და ჩარიცხვას შორის, ჩვენ გადაწყვეტეთ ეტაპობრივად გადასვლა ოპტიმალურ მაჩვენებლებზე, შესაბამისად 3600-დან ჩამოვდივართ არა მკვეთრად 700-ზე, არამედ ჩამოვდივართ 1500-ზე და შემდეგ ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი უკვე შესაბამისი მონაცემების დაბალანსება. იგივე ეხება ისეთ სპეციალობებსაც, ან განსხვავებული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, არის შემთხვევები, სადაც მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე დღეს არის ჩარიცხულთა რაოდენობა, თუმცა არის სხვა კუთხით პრობლემები უმაღლესი განათლების სისტემაში, მაგალითად არის შესაბამისი აკადემიური პერსონალის, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის დეფიციტი. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში პირიქით გადავწყვეტეთ, რომ ეტაპობრივად წლიდან წლამდე გავზარდოთ ჩარიცხულთა რაოდენობა. რაჩვენა შრომის ბაზრის ანალიზმა, რომელსაც თვეები აელოდა საზოგადოება და რომელზეც დააფუძნა უმაღლესი განათლების რეფორმა მთავრობამ და არაერთი ფაკულტეტის გავქმებაც მოხდა. შესაბამის შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში ანუკა ჯოხაძე გაგვაცნობს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იმედოვნებს, რომ უნივერსიტეტებზე კვოტების გადანაწილების საკითხზე სახელმწიფო უწყებებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგება. როგორც დღეს ნინო დობორჯგინიძე მთავრობის ადმინისტრაციაში შრომის ბაზრის კვლევის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა, უნივერსიტეტებში მთელი რიგი ფაკულტეტების ერთი ხელის მოსმით გაუქმება პროფესიონალებთან კომუნიკაციის გარეშე არასწორია. ილიაონის რექტორი ამბობს, რომ 12 თებერვლიდან, როდესაც კვოტების გადანაწილება გამოცხადდა, შეხვედრას ითხოვენ და დღემდე ელიან ამ შეხვედრას. გაუქმის დარგები ყველა იმ მიმართულებით, რომელშიც უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მოწინავია, დისკრიმინაციული მიდგომაა, ფიქრობს ნინო დობორჯგინიძე. გაუქმო ყველა იმ მიმართულებით, რომელშიც უნივერსიტეტი არის ყველაზე მოწინავე ქვეყნის მასშტაბით ეს დარგები, არის დისკრიმინაციული მიდგომა. ეს არ არის მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ, მაგალითად, ქართული ენის თანამედროვე ციფრულ სამყაროში ინტეგრაცია, ტრანსფორმაციას მთლიანად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები ემსახურება, თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ქართული ენის მორფოლოგიური ანალიზატორი იქნება თუ ქართული ენის ნეირული მოდელი, აბსოლუტურად ყველა პროგრამა, ყველა პროექტი ილიას უნივერსიტეტში ხორციელდება, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმებზე რაც წერს და ასე ერთი ხელის მოსმით და გააუქმო ისინი ისე რომ არ ჭითხო პროფესიონალებს არასწორია, მე დიდი იმედი მაქვს, რომ იმიტომ რომ სამეცნიერო საზოგადოება ამ შეხვედრას ელოდება და რომ ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება. საქართველოში მიკროდაფინანსების ბაზრის სტრუქტურა იცვლება. ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ 2025 წელს მისოების დაკრედიტება 2 მილიარდიდან 1.9 მილიარდამდე შემცირდა და უკვე ჩამორჩება უფრო წვრილი კრედიტორების ცესხის გამცემის სუბიექტების დაკრედიტებას. შეიცვალა საკრედიტო პორტფელის შემადგენლობაც, კრედიტებში გაიზარდა სალომბარდეს ცესხების წილი და ის მთლიანი პორტფელი 78%-ს აღწევს, მაშინ როდესაც ლომბარდზე 2024 წელს ცესხების 56% მოდიოდა. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით მისოების მთავარ ბიზნეს მოდელს სალომბარდეს ცესხის გაცემა წარმოადგენს. ამ ტენდენციის საპირისპირო სურათს ვხედავთ ისეთი მცირე კრედიტორების ბაზარზე, როგორებიც არიან ცესხის გამცემის სუბიექტები, ანუ პირები, რომელთა მიმართ დავალიანება 20-ზე მეტი ფიზიკურ პირს აქვს. ბაზრის ეს სეგმენტი ნაკლებად რეგულირებულია და როგორც ჩანს, ზრდის მკვეთრ ტემპსაც აჩვენებს. ცესხის გამცემის სუბიექტების საკრედიტო პორტფელი 2025 წელს წლიურად 231 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდს მიუახლოვდა. ამ პორტფელში სამომხმარებლო ცესხების ჭარბობს მილიარდ ლარზე მეტის ოდენობით, მეორე ადგილზე არის სალომბარდეს ცესხები 275 მილიონი ლარით, სამეულში შედის ვაჭრობა და მომსახურების დაკრედიტება. ამ სექტორში 235 მილიონ ლარამდე ცესხებია გაცემული. ჯამური პორტფელიდან 79.7 მილიონი მოდის ბიზნესის დაკრედიტებაზე. გადაინაცვლა თუ არა ფულმა ნაკლებად რეგულირებულ სივრცეში და რჩება თუ არა მხოლოდ ლომბარდზე ჩამოკიდებული მიკროსაფინანსო სექტორი. ბაზრის ტენდენციებზე ვისაუბრებს დღეს საქმის კურსში ნინო დევდარიანი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე შემოგვიერთდება 15 საათს და 30 წუთზე. იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა, თუმცა მოხმარება გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად თითქმის 18%-ით მილიარდ 429 მილიონ კილოვატ-საათამდეა გაზრდილი, მათ შორის თითქმის 35%-ით იყო გაზრდილი მსხვილი კომპანიების მოხმარება. TBC კაპიტალის შეფასებით, მოხმარების ზრდის ძირითადი მიზეზი საცალო მოხმარების შემთხვევაში მცირმა ამინდებმა განაპირობა, ხოლო პირდაპირი მოხმარების ზრდა ფეროშენადნობებისა და კრიპტომაინინგის კომპანიების გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გაიზარდა საბალანსო ელექტროენერგიის ფასიც, რამაც 1 კილოვატ-საათზე ღირებულება თითქმის 6.3 ცენტი შეადგინა, ეს წლიურად 7.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თვის ჭრილში კი ზრდა თითქმის 5% იყო. შემცირებული გამომუშავების ფონზე მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებულია 22.5 მილიონი დოლარის ღირებულების 576 გიგავატ-საათი ელექტროენერგია, იმპორტის 67% რუსეთიდან, 21% თურქეთიდან, მხოლოდ 11% სომხეთიდან შემოდიოდა, 1% იყო მხოლოდ აზერბაიჯანიდან მიღებული ელექტროენერგია. რა ტენდენციებია ენერგეტიკულ ბაზარზე და რა დაგვიჟდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, ამ დეტალებს ნუცა შუბაშვილი გაგვაცნობს შემდეგ გამოშვებებში. ამ და სხვა სიახლეებით ერთ საათში ბრუნდებით ეთერში, დაგვრჩით.